ოკეანისკენ გადმოვუხვიეთ, მანიში ვარ. აი, კარგია რომ ხელსარიელი არ მომიწია წასვლა. რას ვაკეთებ არასწორად, ოპა, აი აქედან მოდის ხმა. როგი დამარტყეს რაღაცა ცხოველებმა მელია დავინახე და დანარჩენი ვეღარ დავინახე. თითქოს უკან რაღაცა მომწდევს. მგონი გზა ამერია. მოგესალმებით მეგობრებო. გიბრუნდებით ახალი ვიდეოთი. ეს Wild Dog-ის არხია, მე ომარი ვარ. დვანისისკენ მივემართები. სადღაც 15 წუთის გზა დამჭა. კერძოდ პანტიანის წყალსაცავზე მივდივარ. დღეს თავარი აქტივობა იქნება თევზაობა. ცოტა უჩვეულო თევზაობა გვექნება, რადგან ანკესები არ მაქვს ამოღებული და ვაპირებ გუსტორმად დამზადებული ერთგვარი ანკესით ვითევზაო. ნახოთ რა გამოგვივა. დავიჭერთ თუ არა თევზს. სამი კარგი ახალი ამბავი მაქვს. პირველი ის რომ ვიდეოს ვიღებთ, მეორე ის რომ მანქანა ვიყიდე. ჯერ ისევ ტესლად ვიმოძრავებ, იმიტომ რომ ამერიკაში შევიძინე და ჩამოსვლას ველოდები. ჯერ არ გავამხელ რა მანქანა, საიდუმლოდ დავტოვებ. იმას ვიტყვი რომ ძალიან კარგი მანქანაა. დალიფტულია ამერიკაშივე. უფრო ბევრი aftermarket ნაწილი აქვს. ძალიან კარგი საინტერესო მანქანაა და რო ჩამოვა, ყველა ერთად ნახავთ როგორი იქნება და როგორ გაართვევს თავს ჩვენს კემპინგს და ჩვენს თავგადასავლებს. რაც შეეხება მესამე კარგ ამბავს, სპონსორი გვყავს მეგობრებო, მომილოცეთ. ჩვენ არ სპონსორი ეყოლება და ეს გახლავთ New Era Estate Group-ი, რომელიც არის უძრავი ქონების სააგენტო. ძალიან კარგი ხალხია, დამიკავშირდნენ, სურვილი აქვთ რომ ჩვენი ვიდეოები დაასპონსორონ. უძრავი ქონების სააგენტოა და თავისუფლად შეგიძლიათ ანდოთ თქვენი ქონება, აქირავებთ თუ ყიდით, მაგას მნიშვნელობა არ აქვს, ყველაფერს გააკეთებენ და მაქსიმალურად ეცდებიან რომ კმაყოფილი დარჩეთ. ასე რომ მათ ლინკებს აღწერაში დავტოვებ და შეგიძლიათ სურვილისამებრ დაუკავშირდეთ და ისარგებლოთ მათი მომსახურებით. მადლობა New Era Estate ჯგუფს. წყალსაცავზე მივდივართ. მაპზე ვნახე რომ დვანისიდან არის გადასახვევი. იმედია კარგი გზაა, თორემ ჩემი მანქანა უკვე დავყალე ასეთ გზებზე სიარული და იმედია თვამდე მიმავალი გზა კარგი იქნება. დანარჩენს ფეხით გავივლი როგორც ყოველთვის. სანამ ჩვენი ჯიპი არ ჩამოვა და არ შემეშველება. ძალიან კარგი ბუნებაა, რასაც მოვდივარ, ტყუების სილამაზით, უბრალოდ კაზრეთი გამოვიარე და აი უზარმაზარი მთები გამქრალია რა. ჩამოშლილია უზარმაზარი მთები, რაც ცოტა ძალიან ცუდად მომხდა თვალში. ძალიან არ მესიამოვნა. ალბათ არანაირი მატერიალური ღირებულებებისთვის არ ღირს ბუნების განადგურება. იმედია უმრავლესობა თქვენგანი დამეთანხმება და ძალიან ცუდია რაც ხდება კაზრეთში რა, ძალიან ცუდი. თევზაობას რაც შეეხება, ძალიან მიყვარს თევზაობა. ბავშვობიდან, ზულთავიდან მამაჩემს დავყავდი. ეხლაც მახსოვს პირველი ანკესი როცა ვიყიდე, როცა მიყიდეს. ბებია მიყიდა პირველი ანკესი. ძალიან მიყვარს, ძალიან სიამოვნებს, ერთგვარი განტვირთვა, უბრალოდ აი თევზი სულ 1-2 ჯერ მყავს დაჭერილი.
და ყოველთვის გულდაწყვეტილი მოვდიოდი თევზაობიდან, მაგრამ კრახით ვთავრდებოდა ყოველთვის ჩემი თევზაობა, მაგრამ საუბრებას მაინც ვიღებდი. პატიანისკენ გადმოვუხვიეთ, მანიში ვარ. ტრასა არის. ცოტა შელანძღულია, მაგრამ ვივლით. ცუდი გზა არ არის ერთი სიტყვით. მანქანის გაფუჭების არ შემეშინდება. თუ ვინმეს გითევზავიათ პანტიანის წყალსაცავზე კომენტარებში დამიტოვეთ, რა დაიჭირეთ, არის თუ არა თევზი. სამწუხაროდ ტრასაც დამთავრდა და გადავედი გრუნტიან გზაზე და იმედია რამეს არ გავაფუჭებ რა. რატო არ უნდა იყოს ვერ ხვდები უბრალოდ ისეთ ლამაზ წყალსაცავზე მივდივარ, აი ტრასა რატო არ უნდა მიდიოდეს 21 საუკუნეა. მეგობრებო, აი მთელი გზა რაც მოვდივარ, აი ესე მხვდება გაჭრილი გზები და ვერ ხვდები რატო არის და ვინც იცით კომენტარში დამიწერეთ რა ფუნქციას ასრულებს და რატოა ეგრე გაკეთებული. ანუ ტრასა ყოფილა აქ უბრალოდ რაღაცა რეკონსტრუქცია მედის და გზადაც ბევრი საბჭოთა კავშირის დროინდელი მონუმენტი გამოვიარე. ეთყობა საბჭოთა კავშირის დროს ცნობილი ადგილი იყო ეს პანტიანი. აი იქ მინდა მივიდე. მეგობრებო, ამოვედით პანტიანის წყალსაცავზე. ჩემს უკან არ ვიცი რაღაც მემორიალია. უფრო კარგად დაგანახებთ. ესეთი მემორიალია. სავარაუდოდ აზერბაიჯანულია და ერთ რამეზე ვწუხარ ძალიან. წარწერა აქვს რა. აი შავდაფაზე არის წარწერა, რომელიც ლათინური ასოებითაა. სავარაუდოდ აზერბაიჯანული ან თურქული წარწერაა და ვერ ვარჩევ რა არის, რას ნიშნავს და ძალიან ვწუხაროდ ჩემ ქვეყანაში ქართულად არ შემიძლია წავიკითხო და არ არის ქართული წარწერა ნიშანი, რომ ვიცოდე რა არის საერთოდ რას წარმოადგენს ეს მემორიალი. ძალიან სამწუხაროა, ყველა ეროვნებას პატივცემ, ვინც კი საქართველოში ცხოვრობს, მაგრამ ესე არ უნდა ხდებოდეს ჩვენ ქვეყანაში. აუცილებელი უნდა იყოს მსგავს მემორიალებზე ქართული წარწერის არსებობა. რაც შეეხება ჩავიტან პირველ რიგში ჩანთას, ნავს და ეს ქვემოთ აგიხსნით, რაც არის, ეს არის ჩემი კუსტარულად დამზადებული ანკესები. ჩანთას რაც შეეხება, ახალი ჩანთა მაქვს, რომელიც ესეც თემოდან გამოვიწერე, საკმაოდ პრაქტიკული ჩანთაა, 60 ლიტრი ტევადობის არის და ყველას გაგიკვირდებათ ალბათ და სულ რაღაც 30 ლარი დამიჯდა. ხარისხი ნაჭრის მომწონს, დანარჩენს პრაქტიკაში ვნახავთ. ეხლა კი შეგვიძლია დავიძრათ ტბისკენ.
მეგობრებო, ჩამოვედით ტბასთან. ესეც ჩვენი პანტიანის წყალსაცავი. აქ ვითევზავებთ. აგიხსნით შემდეგ რითაც ვითევზავებ. ჩამოსვლა მარტივი იყო, დაღმართი იყო და არ გამიჭირდა საერთოდ. ცოტა რთული საქმეა, დამღლელია, მაგრამ და ძალიან დიდ სიამოვნებას ვანიჭევს, დიდ რელაქსს გრძნობ, როცა ასე გამოვდივარ. სუფთა ჰაერზე ვარ ამოსული, საკმაოდ კარგი ბუნებაა. საკმაოდ კარგი დასვენება გამოდის და ეს დაღლა თითქმის ბათილდება ამ ყველაფრის ფონზე. ქვემოთ ვითევზავებთ ტბაზე და შემდეგ კარავს ჩამოვიტანე, კარვის გაშლას აი აქ ვაპირებ. აქ დავბანაკდები. მეგობრებო, არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, ვიდეოს დალაიქება, დაეხმარეთ არხის განვითარებაში, რათა უფრო და უფრო მეტი შევძლოთ და მეტი ვიდეოები შემოგთავაზოთ. ეხლა კი წავიდეთ და ვითევზაოთ. იმედია ჩვენი თევზაობა კარგად დამთავრდება. მეგობრებო, საკმაოდ კარგი ჩანთა გამოვიდა, სუბუქია. კარგად ტევადიც არის. წინა ჩანთასთან შედარებით, რა თქმა უნდა, ცოტა რაოდენობით ნივთები ეტევა, მაგრამ სუბუქია და ეს უფრო ზრდის მის მარგიანობას რა. დამღლელია ხოლმე ესე დიდ მანძილებზე, დიდი ზომის ჩანთით და დიდი წონის ჩანთით სიარული და ამ შემთხვევაში ეს ვარჩი. რაც იმ ჩანთაში ეტეოდა, ყველაფერი ჩაეტია, მაშინ უბრალოდ იმაში სკამებიც მედოდა, დიდი საძილე ტომარა და აქ ესენი არ მიდევს და ნუ ჩემი აზრით არც არის ხოლმე საჭირო რა, ესეთი კემპინგისთვის, თუმცა თევზაობისთვის. თავის ხასთან შედარებით კიდე რაც გადავიხადე, 30 ლარი მაქვს გადახდილი და კი გეცოდინებათ აქ მაღაზიებში რა ფასები არის ასეთ რაღაცას და მაინც ერთი და იგივეა, ისიც ჩინურია, ესეც ჩინურია. გააჩნია თქვენ როგორ გიღებთ რა. დალოდება შეგიძლიათ 10 დღეში ჩამოვიდა, მგონი 10 დღე არც დაჭიროებია. რაც შეეხება ჩვენს თევზაობას, ესეთი ისინი ვიყიდე. აი ამაში შუაში იდება საჭმელი, ზემოთ სატყუარად სპეციალური თევზის საჭმელი ეს კეთდება, ეს იხსნება. ამას სამოღებული მაქვს სპეციალური სმესი იდება, რომელიც შემდეგ იძირება და თევზი მიდის ამ საჭმელზე და შემდეგ ამ ნემსიკავის საშუალებით უნდა დავიჭიროთ და იმედია დავიჭერთ.
მეგობრებო, ერთი ინციდენტი შეგვექვა. ნავი აღმოჩნდა, რომ გამსკდარი იყო. ერთი პატარა ნასვეტი ჰქონდა. ჩვენი გასაბერი მატრასი შეეწირა ამის აღდგენას. მაგრამ ჩვენ უშიშრები ვართ, არაფერს არ უშინდებით. ეს რო არ მეთევზავა შეიძლება მკვდარი იყავი. ესე ახლოს არიან გლები, კაცო, ძალიან სერიოზული ყვავილი ისმის. პატარა ისინი მაქვს წამოღებული ნემსიკამებისთვის. ჩემი ფშხილიც მიეწება განს. ესენი გამომზადე, ჩამოვკიდე ყველაზე. ეხლა საჭმელს ჩავდებ ამაში. ფრთხილად უნდა ვიყო, რომ ნავი არ დავაზიანო, თორე დავრჩები პანდიანის წყალსაცავზე. ესენი ესე ხსნება. ესეთი ბურთები მაქვს გაკეთებული. ესე ხა გავხლიჩო. ესე გამომზადე საჭმელი, იმედია მალე არ დაიშლება ეს საჭმელი. ეხლა ჩავუშვებ წყალში. გლების ყმუილი ისმის. ალბათ საინტერესო ღამე გვექნება. სხვათა შორის თევზაობის ეს მეთოდი ნანახი მაქვს.
1-2 წლის უკან Facebook-ზე მალაიზიაში თევზაობდნენ ნავით და ესე კაფებზე ჰქონდათ სატყუარები ჩამოკიდებული, ოღონდ ისინი ოკეანეში თევზაობდნენ. რომ ორშვენი ანტიანის წყალსაცავია ნაკლები. შევუდგეთ მორიგის გამზადებას. მეგონა რომ გატყდებოდა, მაგრამ საკმაოდ მარტივად გადადის და არც ტყდება. პლასტელინივით არის. ამინდის კარგი ახელს გვიწყობს, ცხიარა, სიგრილია, წნევაც დაბალია. ჩემი აზრით იდეალური ამინდია. სათევზაოდ. ეს მოვზილე გუშინ წინ საღამოს. ინდოდა რომ უფრო მყარი ყოფილიყო. რაზეც მეყოფა, თორე ახალიც მაქვს წამოღებული და ახალ საქმოვზე. სმესი მაქვს გამზადებული და გონი სმესი ქვია თუ არ ვცდები. ისეთი კაი სუნი აქვს, ისეთი კაი არომატი აქვს ზემშია, რომ უნდა მიშევჭამო. იმედია მარტო თევზების კვება არ გამომივა და თევზაობაც გამოვა. დღესაც მე თევზი თუ ვერ დავიჭირე. მომდევნო ვიდეოში კომენტარებში დამიწერეთ ვინ თევზაობს საქართველოში კარგად, რომ დავპატიჟო ჩემთან და თევზი დავიჭირო. ესაც პირველი ამოღება. უკვე იმედები გადაწურული მქონდა, მეთქი ვერაფერს ვეღარ ვიჭერ თქონდა. ერთი მაინც ხო დავიჭირე. ნახოთ აბა დანარჩენზე რა ხდება. ესეც მეორე კარასია. Welcome გაყრილი. აი კარგია რომ ხელსარიელი არ მომიწია წასვლა. ესე ჩვენი ნადავლი, რას ვაკეთებ არასწორად, ღმერთო გამაგებინა. როდის უნდა დავიჭირო კარგად თევზი არ ვიცი რა. პარგი ჩავდე ნავში და ამ ნაპირიდან მეორე ნაპირზე გადავწყვიტე გადმოსვლა იქ სულ ხალხით გაივსო. დღევანდელი თევზაობის შედეგი. დავიჭირეთ 2 ცალი თევზი, მაგრად დავისვარე. თევზები კარგად გამოვკვებე. რას ვაკეთებ არასწორად, მეგობრებო, დამიწერეთ კომენტარებში. თორე აღარ ვიცი უკვე რა ვქნა. ვინც კარგი მოთევზავე ხართ და გიყვართ თევზაობა, შეგიძლიათ ამე კომენტაროთ და
ერთ დღეს შეგვიძლია საერთო ვიდეო ჩავწეროთ თევზაობაზე. ახლა კი თევზები საკმარისად გამოვყვებე და ჭუბია მე გავიკეთო საჭმელი და მე ვჭამო, თორე დილიდან არაფერი მიჭამი. მეგობრებო, დღეს აქ დავბანაკდები ამ ადგილას. კარავს აღარ გავშლი. ბევრ დროს წამართავს, უკვე მაგის დროც არ არის, შეშა უნდა შევაგროვო. საჭმელი გავაკეთო და კარვის გაშლის დრო ნამდვილად აღარ არის. სამხედრო პარალონი მაქვს წამოღებული, ამას დავაგებ და დღევანდელი ღამე იქნება კარვის გარეშე და ნახოთ აბა როგორი გამოვა. დილით 7 საათზე მოვედი სადღაც და თევზაობა რო დავიწყე, აი აქედან გლების ყმუილი ისმოდა. თან ერთის არა, ბევრის. ნებია ღამე არ შეგვაწუხებენ. როგორი ლამაზი ადგილია და თელი წყალსაცავის სანაპირო, ტყე, ნაპირი, აი სანაგვედარი ქცეული რა. საკმაოდ პრაქტიკული ჩანთაა. ჩემ პირველ ჩანთასთან შედარებით უფრო პრაქტიკულია ბევრად. ძალიან მომწონს, ძალიან მაინტერესებდა როგორი იყო და პირველი ტესტია. შევუდგეთ ცხელი შოკოლადის დამზადებას. ეს შევიძინე მეგობრებო, წალკაში რო ვიყავი, ეს რო გამოვიყენე გაზი, ხო? აი ძალიან უჭირდა ნიავი რო უბერავდა და საქარე უნდა რა. ესეთი ეს არის. ესეთი თავხარე საშუალებაა. ეს წალკაში რო გამოვიყენე გარეთ, ქარი რო უბერავდა და ძალიან დაკარგა ძალა რა, თითქმის ვეღარ აცხელებდა საერთოდ და ეს ვნახე ერთ-ერთ მაღაზიაში შევიძინე და ვნახოთ აბა როგორ დაეხმარება. ჩვენი წყალიც ადოვდა. კაია გემრიელია.
მოპოვებას იწყებს თითქმის. Otsari suni აქვს რა. მეგობრებო, არხის გამოწერა და ვიდეოს და ლაიქება არ დაგავიწყდეთ. დაიხმარეთ არხს განვითარებაში. ჩვენი სპონსორია New Era Estate. Links ვიდეოს აღწერაში დავტოვებ. კომპანიის links და შეგიძლიათ გადახვიდეთ და დაათვალიეროთ. უძრავი ქონების ყველა თემას მოგიგვარებენ. იქნება გაყიდვა, გაქირავება, დაგირავება. ამას მნიშვნელობა არ აქვს.
ცეცხლი ავანთე მეგობრებო. ეხლა მას მეც აღარ უმატებ, ნაკვერცხები მინდა დანაკვერცხალდეს და დილით რომ მოვდიოდი, მეთქეთევზი რო ვარ დავიჭირო თქო, მოცივაში შევიტანე და პორცი ვნახე რა, ცელოფანში შეიდე და წამოვიღე რა. გეგმა B. თევზი რო დამეჭირა, კი ჩვენგან მიჩვეული ხართ კარგი საჭმელების კეთებას და თევზისგანაც კარგი რაღაცის გაკეთებას ვაპირებდი, მაგრამ სამწუხაროდ მხოლოდ 2 კარასი დავიჭირეთ და მაგის შეწყვეტს აზრი არ აქვს. ხორცი კიდე არ ჩამიხედავს და სულ 2 ნაჭერი ხორცი აქვს ამოღებული და ისიც გონი ძვალია. სულ ძვალი. მგონი რომ შეერი არ დავჭერი. საჭმელი გვაქვს ძალიან ცოტა, მაგრამ რაც გვაქვს არაცვლია და შეგვერდება. კარგია. კოცონთან ყოველთვის საუბრის ხასიათზე მოვდივართ და ერთი კურიოზი მინდა მოგიყვეთ, რაც მე გადამხდა პირადად. გერმანიაში დავდიოდი საზაფხულო სამუშაოებზე, რა, როცა სტუდენტი ვიყავი და სულ პირველად რომ წავედი, ერთ-ერთი სოფელი იყო ემსბიურენი, სადაც ცხოვრობდით და უკან ჩამოდიოდა მდინარე რაინი. და
თავისუფალ დროს მეთქი ვითევზავებთო და მანკეს არ მქონდა ეხლა რა თქმა უნდა და ერთვენიერ დღეს 50 евро ავიღე. წავედი ქალაქში, ლინგენი იყო მოსაზღვრე ქალაქი. კარგი სანადირო მაღაზია იყო, სათევზაო მაღაზია იყო. და მივედი რა, შევედი, ეზოვის პასები იწყებოდა 50 ევროდან კი არა, 200 ევროდან და 300 ევროდან რავი და ვიარე მეთქი ეგრევე ვარ გავარ გარეთ ციცხვილი და ბოლოს გამყიდველმა მითხრა რას ეძებო და გეხმარებიო და მეთქი განკესი მინდა თქო მაგრამ მარტო 50 евро მაქვს ბავშვს რო გააგზავნო მაღაზიაში და 5 ლარი მაქვს რა მოვიხეთი გამევართა და 50 евро მაქვს მეთქი და ანკესის ყიდვა მინდა თქო და კაი დამელოდეო ცოტა ხანია და გამოვალ ეხლავეო და გავიდა სადღაც ოთახში გამოვიდა და მაძლევს ძალიან მაგარი ანკესი ეხლა ზოგიერთი მეთოდზე რომ ნახულობს ყველას მოწონს დონკასის იდეალური ანკესიაო და ვიყიდე ეს ანკესი ერთი სიტყვით ამ ანკეს 50 ევროში ზემოდან კატიუშკაც მოყვა ბაპლაუკებიც ნემსიკავები სატყუარები ორნაირი მომცა ჭიები ცოცხალი ჭიები და წამოვედი მეორე დღეს ვისვენებდი წავედი სათევზაოდ და ჩავედი რაინეზე ერთი ანკესი მაქვს წაღებული და თევზაობ რა როგორც ყოველთვის ახლა არ გაგიკვირდებათ და ვერ ვიჭერვე რა ფერს ერთი მოვიდა ფიატის რა ქვია მიკროავტობუსით გადმოალა გაანკესები ერთი 10 ანკესი გაშალა მაგიდა გაშალა გაზი გადმოიყო დიდი ბალონი საჭვის გაცხელება დაიწყო თან პარალელურად თევზაობს იჭერს თევზს რაღაცა და მე გამომელაპარაკა საიდან ხარო რა მეთქი საქართველოსდან ასთან საჭველი გააკეთა და დამპატიჟა და საქართველოსდანო რამდენი ხანია აქეთ ხარო და მეთქი სულ 2 თვეა რაც აქეთა თევზაობის ლიცენზია როგორ აიღო ეს ამალეო მეთქი რა თევზაობის ლიცენზია თქო თევზაობის ლიცენზია არ გაქვს არა მეთქი არ მაქვს ისე თევზაობ აი არ შეიძლება 2000 ევროდან იწყება ჯარიმები ლიცენზიის გარეშე თევზაობს გერმანიაშია და 2000 ევროს სულ ავიღებდი ხელფასს. ავკეთე ეგრევე ჩემი ანკესი დავჯექი ველოსიპედზე გამოვიქეცი უკან მეთქი ახლა კიდე ჯარიმები მინდა თქო და ერთი სიტყვით ყველა ჩემი თევზაობა ესე კრახით თავდება და ვინც ხარ კარგი მეთევზე ვისაც გექნებათ დრო და სურვილი მე გეპატიჟებით ჩემთან ვიდეოში დავიდეთ ვითევზაოთ მე უბრალოდ მასწავლეთ არ მინდა თევზაოშელა ეს რო ვითევზაობ ახლა დავიჭიროთ ყველაფერი უბრალოდ მასწავლეთ და ეს თევზაობაც ჩემი არქის კონტენტი არ არის თქვენ იცით რაც არის ჩემი არქის კონტენტი უბრალოდ ახლა საფრთხილია და ერთ-ერთ აქტივობაში შედის ახლა განსაკუთრებით საფრთხეზე ყველას უყარს თევზაობა და ნადირობა და მაგიტომ მეც თევზაობ ხოლმე რა წამოვდივარ კემპინგს და რაც მართლა მე პროფესიონალად ერთად წამოვალ თორე მარტო აზრი აღარ არის მე დღეს ჩემი მაქსიმალური გამომავლია მეტი მაგილად აღარ შემიძლია რამდენი კოღო ესე გველეშაპები არიან და მაგრამ პარხმას მაინც არ მაინც ვითევზავ მაინც ვისწავლი და დავიჭერ ერთენიერ დროსაც დავიჭერ თითქოს მეგობრებო დავიღალე დავიძინებ ახლა და ღამე თუ რამე იქნება ვიდეოს გადავიღებ რა დილი ცოტა კი შემეშინა მაგრამ ჯერჯერობით ციტმარი ამ სინათლეს ანთებურს დავტოვებ რა რაღაცა მაღვიცა ფეხი სხვა იყო და ტურის სხვას გავდა 3 საათია
ცეცხლი ამანდ. ავით შეიძლება არც არაფერი იყოს, რაღაცა დადის მგონია. ოპა. აი აქედან მოდის ხმა. მელას გავს გონი. გონი მელა. ავდგები და ნახავ აბა ერთი ტერიტორიას დავათვალიერებ. თუ დამე დავინახე, გადავიღებ. მეგობრებო, წამოსვლა გადავწყვიტე. ავი, რუგი დამარტყეს, რაღაცა ცხოველებმა მელია დავინახე და დანარჩენი ვეღარ დავინახე. სამშვიდობას რო გავალ, ჩავწერ კიდე ვიდეოს. მგონი გზა ამერია. გავდივარ მგონი. ესე მოსახლეობაში თუ ჩამოდიოდნენ, არ ვიცოდი. არა და ახლოსა ვარ დასახლებულ პუნქტთან. არა, მანქანა. მაინც უსაფრთხო ხარ რა მანქანასთან. და იარაღის გამოცდაც უნდა ჩავაბარო, რომ გადმოვიფორმო იარაღი. გონი ეს გზა თუ არ ვცდე. შენობა მეცნო. ხუთის ნახევარი გათენდება სადაც. თითქოს უკან რაღაცა მომსდევს.
სამშვიდობოს ვარ. ძალიან მაგარი იყო. პირველად მქონდა ნადირთან ესე ახლოს შეხება. ადრენალინის მozღუება, ვერ ვლაპარაკობ ისე ვარ, ხელები მიკანკალებს. მეგობრებო, ამ ვიდეოს სპონსორი იყო New Era Estate Group-ი. უძრავი ქონების სააგენტოა. მათ ლინკებს აღწერაში დავტოვებ. დაუკავშირდით, ძალიან კარგი ხალხია, ყველაფერში დაგეხმარებიან. არ დაგავიწყეთ ჩემი არხის გამოწერა, ვიდეოს დალაიქება, კომენტარები დამიტოვეთ. ვიდეოს თავარი კითხვა იქნება, რას ვაკეთებ არასწორად. დღეს სულ ეს იყო, ამით აგემშვიდობებით. საკმაოდ კარგი დღე იყო, მაგრამ ღამეზე რა გითხრათ, მაგრამ არა უშავს, ესეც გამოცდილებაა. შეიძლება ახლა ცოტა აღელვებული ვარ, მაგრამ ხვალ და შემდეგ იუმორით გამახსენდება. მე კი აქ დაგემშვიდობებით, მე ომარი ვარ, ეს Wild Dog-ის არხია. ყოველთვის საუკეთესო კონტენტს და საუკეთესო ვიდეოებს შემოგთავაზებთ. თქვენგან კი მხოლოდ ჭირდება ვიდეოს გამოწერა და დალაიქება. აბა კარგად გრძანდებოდეთ მომდევნო შეხვედრამდე.